მინდა რომ თან აი გოგის ნახატებით დავიწყო რა და მე უკვე გავაგრძელოთ ეს სიტუაცია თუ შეიძლება გავუშვით ეს ნახატები რაც აი აგერ ხედავთ თქვენ საერთოდ ეს არის მე ამ ნახატებს ეს ძალიან დიდი ზომის პრინციპში 3 მეტრიანი ნახატებია რომელიც დაუშვათ გოგის რომ ქონდა ესე ვთქვათ გამოფენა მოსკოვში ზურაწერეთელთან ქონდა სახელოსნოში თუ თანამედროვე მუზეუმში ქონდა ეს გამოფენა და იქ ძალიან ესე ვთქვათ ბევრი სტუმარი მოვიდა ისეთი რომელიც პრინციპში აღფრთოვანდა ამ ნახატებით და კონტრაქტების შესთავაზეს ეს იყო, რა ვიცი, არის პერნო რიკარდის ჯგუფი იყო თუ ეს იყო ჯორჯო არმანი იყო, რომელმაც თხოვა რომ თავისი ოფისები ევროპაში რაც ქონდა ის გაეფორმებინა გოგის და პრინციპში ძალიან დიდი ბევრი წინადადებები წამოვიდა, თუმცა გოგი არ გააკეთა ეს შეგნებულად ალბათ იმიტომ რომ ალბათ კი არა იმიტომ რომ ფიზიკურად არ შეუძლია სხვაგან ცხოვრება თავისი ქალაქის გარდა, თავისი უბნის გარდა და იმ წრის ადამიანების წრის გარდა, რომელთანაც ის ცხოვრობს და ესე ვთქვათ მოღვაწეობს საქართველოში და კერძოდ თბილისში რა. არ ვიცი, იცით რა არის, არ ხმაურობს ხო იცით, აი ნიჭი ძალიან ისეთი რამე არის, რომ გოგი ხატვის გარდა კიდე საოცრად უკრავს ფორტეპიანოზე, მაგრამ უკრავს აბსოლუტურად ნოტების გარეშე, ისე რომ ნოტები არც იცის, მოგეხსენებათ ეხა ამ ოჯახში სიმღერა და მუსიკა ეხა ყოველთვის პრიორიტეტი იყო და გოგიც აი თავისი სმენით და თავისი იმით რა ვქია ნიჭით აბსოლუტურად რომელსაც არ ქონდა შესწავლილი არანაირი სოლფეჯიო და არანაირი ნოტები, აი ესე თავისი ნიჭის ხარჯზე აკეთებდა ამ ყველაფერს ბავშვობიდან და არ არსებობს ახლა პრინციპში ჩვენ უბანში ადამიანი, ვინც გოგის შემოქმედებას პატივს არცემს, არ უყვარს და რიგში არ დგანან გოგის ნახატების მისაღებად. თუმცა ეს ძალიან ძნელია ეს ამბავი, იმიტომ რომ ეხა მე მაქვს გოგის ნახატები საკმაოდ რა და ეს საკმაოდ იმიტომ ვიძახი რომ ერთი-ორი ნახატი მაჩუქა თავის დროზე და ნუ ეხა ამას რომ ჩვენ არა გვაქვს ოჯახის წევრები იძახდნენ რომ ჩვენ არა გვაქვს გოგის ნახატები და შენ როგორ გაჩუქა და მოკლედ, მაგრამ ერთ დღეს გოგის მეუღლე მაკა მირეკავს, რომ ნუ მოკლედ მიშველეო, გადამარჩინეო რა, თან გოგი მარიცის ისე მირეკავს, რომ რა არის მეთქი, რა ხდება მეთქი და თავისი ძველი ნახატების გადაყრა უნდაო რა, გარაჟში ჩაიტანაო და იქიდან მოკლედ უნდაო რომ გადაყაროსო და ნუ გავგიჟდი ახლა, ნუ ვიცი ის ხელნაწერები არ იწვიანო რა. ეგეთი რამე დამემართა და დიდი პიკაპით დავადექი მოსეშვილის 8 ნომერში მაკას და მაკა მეთქი ჩამოდი როგორ და ეს მთელი გახატები რაც უნდოდა რომ გადაეყარო. ამაში გამიცვალა. ეს პატრიარქის დაჩუქარ მედალიონში გაუცვალე ეს ამბავი და წამოვიღე და მე ნუ აღარ მელაპარაკება მთელი უბანი ესე ვთქვათ რომ ესე მე მაქვს ყველაზე დიდი კოლექცია გოგისი და ეხაც რაღაც პერიოდი გოგის დანებებული ქონდა. დანებებული კი არ ქონდა, ნუ აღარ ხატავდა რა პრინციპში. იმიტომ რომ გამომდინარე თავის ხასიათიდან ხო იცით ეხა როდესაც გიკარნახებს შენი მუზა იქნება თუ შინაგანი განწყობა მაშინ უნდა ხატო და ეს განწყობა არ ქონდა გოგის, მაგრამ აი ლევანის სიკვდილის მერე რაღაც შეიცვალა მის ცხოვრებაში და ესე სერიოზულად მოკიდა ამ ამბავს ხელი და ერთ წელიწადში ალბათ ძალიან სერიოზულ გამოფენასაც ვიხილავთ გოგი კვერნაძის